აპერატორში შემოგერთეთ გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც პარასკევობით მე ჟურნალისტი ლიზა კვესალავა ვუწყობი. ჩვენ ამ გადაცემაში ვსაუბრობთ კვირის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და ბუნებრივია, გადაცემაში ვისაუბრებთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ იმ მოცემულობაზე, რომელიც სამწუხაროდ ნამდვილად არ არის სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო დროს ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესები უკიდურესად მწვავედ ვითარდება, რაღაცნაირად პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში შექმნილი და გადაცემაში სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ, რა შეიძლება იყოს ამ დროს გამოსავალი. გაერიშვის საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი 2017-2018 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური რეზერვი 2017 წელს ჩაირიცხა სწორედ გიორგი თომასიანი გვსტუმრობს დღეს გადაცემაში. მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობა იმისთვის რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და ძალიან საინტერესოა თქვენი მდგომარეობა ამ სიტუაციიდან გამომდინარე. პირველ რიგში ვიტყვი შესავალს, რომ თქვენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენთ და დღესაც არ წარმოადგენთ, ხართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი და უნდა აღვნიშნოთ, რომ იღებთ ამ აქციებში მონაწილეობას, რომელიც იმართება ქვეყნის ევროინტეგრაციის, ასე ვთქვათ, კურსის შეჩერების გამო. პირველი არის თქვენი მიზანი, იმიტომ დავაკონკრეტე, რომ არ ხართ პოლიტიკურად მიკერძოებული, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ იქ მდგომი ადამიანები ყველა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არ არიან, ან მათი მხარდამჭერები, როგორც ეს არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში წარმოჩენილი. თქვენ რისთვის დადიოდით ამ აქციებზე და რისთვის იღებთ მონაწილეობას ასეთი ტიპის შეხვედრებში? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მთავარი მიზეზი, რატომაც ამ აქციებში პირადად მე ვიღებ მონაწილეობას, ეს უკავშირდება იმას, რომ ჩემი ღრმარწმენით და იმით, რაც დავინახე, მათ შორის არჩევნები გაყალბდა და არჩევნების გაყალბების შედეგად ასევე ვნახეთ უკვე არალეგიტიმური პარლამენტში შეკრებილი ადამიანების მიერ არალეგიტიმურად ხელისუფლების შერჩევა, რომელმაც არალეგიტიმურად შეაჩერა საქართველოს ევროატლანტიკური, ამ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და შექმნა ხელოვნურად სრულიად ეს პოლიტიკური კრიზისი. პირველ რიგში საკუთარი ამომრჩეველი, რომელსაც პირდებოდა ბანერებით, ღირსებით ევროპისკენ და სხვა ევროკავშირის დროშებით მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, იმიტომ რომ სამთავრობო პროგრამა, რომელიც დაიდო, ეს იყო სწორედ ღირსებით ევროპისკენ და რეალურად ჩვენ არანაირი ევროპისკენ არ მივდივართ და საით მივდივართ, ეს კიდე ცალკე ძალიან დიდი ამბავი არის. რა თქმა უნდა, მიტინგზე თქვენ ხშირად მოისმენთ, რომ ქვეყანა რუსეთს უახლოვდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ ეს არა მარტო რუსეთს უკავშირდება, ეს რუსეთიც არის, ჩინეთიც არის, ირანიც არის და რას გულისხმობთ, როცა უკავშირდება ამ ქვეყნებს? პირველ რიგში გულისხმობთ იმას, რომ რადგანაც დედამიწა დღეს ორ ნაწილად იყოფა, დემოკრატიული ქვეყნები, სადაც ბევრი პრობლემა არის, მაგრამ არსით დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და არის ავტორიტარული, სწორედ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთის მსგავსი ხდებით, დღეს ეს ნიშნავს, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოს ვემსგავსებით, სადაც ხდება ძალაუფლების კონცენტრაცია, ხო? რო შევხედოთ დღეს ჩვენ წესით უნდა გქონდეს სამი დამოუკიდებელი შტო ხელისუფლების, ეს არის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო, კონსტიტუციით გამტკიცებულია. არ გვაქვს. სამივე შტო არის სრულად კონტროლის ქვეშ აყვანილი ერთი პარტიის, რომელსაც მართავს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი. აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომელიც ერთპარტიულია და მე მინდა მტკიცე ვთქვა, რომ ეს ქვეყანა ერთპარტიული არ არის. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა არსებობს, ძალიან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება და ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რაც ცდილობს ქართული ოცნება, არის სწორედ რაც თქვენ აღნიშნეთ, პარადიგმის შექმნა, ვითომ არჩევანი დგას ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ეს არის ტყუილი, ასეთი არჩევანი არ დგას საზოგადოებაში. საზოგადოებაში დგას არჩევანი ერთპარტიულ მმართველობასთან, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო, ერთი პარტია მართავდა და დგას არჩევანი პარალელურად მრავალპარტიულ დემოკრატიულ პროცესთან, სადაც ყველა ჯგუფი იქნება წარმოდგენილი და სწორედ ამას გულისხმობს პრინციპში თავისი შინაარსით ევროკავშირში ინტეგრაცია, სადაც დემოკრატიულ პროცესებს ექნება საკანონმდებლო ბაზა. ძალიან ბუნებრივია, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფ ძალას არ უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია, რადგანაც ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს, რომ ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს.
და იცვლებოდეს მუდმივად ახალი ძალებით და არ უნდა იყოს ამ კუთხით შეზღუდვა და არ უნდათ ხელისუფლების დათმობა და არ უნდათ რომ ხელისუფლება შეიცვალოს და ეს შესაძლებელია რომ ხელისუფლება არ იცვლებოდეს რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყოს ხელისუფლებაში შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ტიპის ქვეყანაში ბელარუსის ჩინეთის ირანის დასავლეთში წარმოუდგენელია რომ 3-4 ვადის შემდეგ ხელისუფლება არ იცვლებოდეს ეს არის ძალიან ბუნებრივი ნაწილი დემოკრატიის კი ბატონო, საინტერესოა თქვენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი ვნახე და ისედაც წერთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გედავებად გზის გადაკეტვას ძალიან აბსურდული, ასე ვთქვათ, ბრალდება არის ეს ჩემი მისამართი, თუ აი ამ ნაწილზეც მინდა გკითხოთ. ჩვენ გვაქვს ფოტომასალა, რეალურად ხდება თუ არა თქვენი მხრიდან გზის გადაკეტვა, ისეთ საინტერესოა რომ ვიხილოთ. პარალელურად და თან თქვენ ისაუბრებთ ამ ნაწილზე, ანუ რეალურად რას გედავებიან და რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. ეს ამ შემთხვევაში არის ის ტოტალური წნეხი, რეპრესიები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში და რეპრესიების ხო აი ახლა კადრში ჩვენ ხედავთ საკმაოდ ახლო კადრს რომელიც ასევე ამ მასალებში არის და ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ეს კადრი რადგან ტოტალიტარული დიქტატურულ სახელმწიფოს პირობებში ასეთი დეტალობით ადამიანების გარკვევა ვინ ვის ესაუბრება და შესაძლოა კიდე ჩანაწერიც იყოს რას ესაუბრება ეს ტექნოლოგიაზე ჩინურ ტექნოლოგიაზე დამოკიდებული რომელიც გააჩნიათ უკვე ნიშნავს რომ ეს თვალთვალის და ტოტალიტარიზმის ელემენტია ჩინეთში არის მოწყობილი ასეთი თვალთვალი მოქალაქეებზე, გარდა ამისა შემოღებულია ციფრული ვალუტა, შემოღებული არის სოციალური რეიტინგი და პარტია ქართულმა ოცნებამ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და კომუნისტური პარტია ამ ქვეყნის მტერი არის. ეს არის ფაქტი. 70 წელი ამ ქვეყანას ოკუპირებული იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ და ჩვენ ვერჩით კომუნისტური იდეოლოგია, სადაც ტოტალიტარული მექანიზმებით ხდება, ხო, მართვა. აი ამ კომუნისტური პარტიის მეთოდებით არის ასეთი კონტროლი ადამიანებზე და ეს საგანგაშო არის არა მხოლოდ ჩემს, არამედ ყველა შემთხვევაში. ამ კადრში მედავებიან, სადაც ცენტრში ვდგავარ, მედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას არასაკმარისი ადამიანების პირობებში. არჩევად შეუძლებელია თქვენ სად გახართ ამ ნაწილში. თუმცა სურათს რომ დავაკვირდით ახლო ხედით, ვნახეთ სადაც იდექით. აი ამ ნაწილში, ესე იგი თქვენ გედავებიან, რომ თქვენ გადაკეტეთ გზა. ანუ გამოდის რომ დაახლოებით რასაც კადრში ვნახო, ხელოვნურად, რასაც კადრში ვხედავთ, ეს 100 ადამიანი დაბარებულია გამოკითხვაზე, იმიტომ რომ აქ არა მხოლოდ თქვენ კეტავთ გზას, არამედ ბევრი ადამიანია კიდევ გარშემო თქვენს გარდა. გუშინ ვკითხე ეს მოსამართლეს და მოსამართლემ ბრძანა რომ თქვენ თავზე ისაუბრეთ, მხოლოდ სხვებზე საუბარი საჭირო არ არის, მაგრამ მე მინდოდა დაზუსტება რომ როცა იქ წერია რომ მოქალაქე გიორგი ტუმასიანმა გადაკეტა გზა, ამ შემთხვევაში მაინტერესებდა უბრალოდ მარტო ვკეტავდი გზას, იმიტომ რომ არსებობს პირობა რომლის შემთხვევაში შეიძლება მარტო დავდგე, კანონი დავარღვიო და გადავკეტო გზა და ეს არის მაშინ კანონდარღვევა და თუ მარტო გზის გადაკეტვა რუსთაველზე და აი ეს რასაც კადრში ახლა ვინც ხედავს ამას თანაბარია, მაშინ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ, როგორ შეიძლება გათანაბრება ორი აბსოლუტურად სხვა რეალობის. პირიქით, მე შემიძლია თქვა 16 დღეზე მეტია, ხო, პროტესტი მიმდინარეობს პარლამენტთან, 2 დღეს მედავებიან მე პირადად და სხვებს ძალიან ბევრსაც და ძალიან უცნაურია ეს თავის შინაარსით, იმიტომ ჩვენი თვითმიზანი რუსთაველის გამზის გადაკეტვა არ არის, ეს 56 დღე იკეტებოდა და ამას არანაირი შედეგი როგორც ასეთი ჩვენს მიზნების მიმართულებით. რა სიკეთებს ელით ევროკავშირისგან და რა არის ის მთავარი მიზანი, რომლისთვისაც იკრიბებით იქ, იმიტომ რომ მე არა ვარ მომხრე პირდაპირ გეტყვით იმის, რომ ყველა ადამიანი გამოაცხადონ ნაციონალური მოძრაობის იდეის გამტარებად. ჩვენ ამ სტუდიებიდან მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, დიახ, აი, კადრს პარალელურად გავაკეთებ. აქ ჩანს ამ კადრში, რომ პოლიცია 3 წუთით ადრე, რასაც მედავებიან, თვითონ კეტავს, აი ისრით არის ნაჩვენები რუსთაველის გამზირს, იმიტომ რომ ხალხი რო შეკრებილია, თვითონ გადაკეტეს და გადმოვედით გზის სავალ ნაწილზე. მას შემდეგ რაც პოლიციამ გადაკეტა. რა თქმა უნდა, აქ ჩანს, რომ ერთი მიმართულებით გადაიკეტა და შემდეგ კადრში, რომელიც აგერ მეორე კადრი, ჩანს რომ მეორე მიმართულებითაც პოლიცია კეტავს და არა მოქალაქეები და როცა უკვე გადაკეტილი იყო, მოქალაქეებთან ერთად გადმოვედით აქაც ჩანს უკვე სავალ ნაწილზე. აბსურდი არის თავისი არსით, ეს არის უბრალოდ რეპრესიები ვიღაც წინააღმდეგ იყენებენ ადმინისტრაციულ საქმეებს, ვიღაც წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს და იქაც უცნაურ რაღაცებს ედავებიან. ჯამში ეს არის უბრალოდ რეპრესიის მცდელობა, რომ ეს პროცესი გაჩერდეს და რა პროცესი არის? ეს პროცესი თავის შინაარსით არის ახლა ავტორიტარიზმის წინააღმდეგობა.
და ჩვენ ხედავთ რომ ყველა შტო შრე ადამიანების გამოვიდა ხო ჩვენ ხედავთ მემარცხენეებს და მემარჯვენეებს ვინც ერთად დგანან სულიად სხვადასხვა ხედვის ადამიანები და იბრძვიან რისთვის მაგალითად რომ საზოგადოება მაუწყებელი იყოს ღია რეალური მსჯელობისთვის ხო რეალური და არა პარტიული მსჯელობისთვის მათ შორის ეს საზოგადოება მაუწყებელი ხშირად იწვევს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მაგრამ საზოგადოების წარმომადგენლებს არ იწვევს რომ რეალური დისკუსია იყოს ევროკავშირისგან ჩვენ კი არ ველოდებით ბენეფიტებს პირველ რიგში ჩვენ ვიცით ძალიან კარგად რომ აი 9 პუნქტი რაც არის ხო და შემდეგ უკვე მოლაპარაკების გახსნა რაც შეაჩერეს ის რას გულისხმობს მოლაპარაკების გახსნა გულისხმობს რომ კონკრეტული რეფორმები დაიდება ქვეყნის წინაშე და ქვეყანამ უნდა შეასრულოს ჩვენ ხო არსად არ მივდივართ როგორც ასეთი საუბარია იმაზე რომ რეფორმები უნდა მოვახდინოთ ქვეყნის და მათ შორის თუ საუბარია იმაზე აი არამხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში, არამედ ზოგადად საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში არსებულ პრობლემებზე, ეს პრობლემები გვარდება სწორედ სახელმწიფო სისტემის რეფორმირების შედეგად. ხო, რა რეფორმა დევს ამაში? მაგალითად, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან და თქვენ როგორც მოქალაქეს კონდეთ ზუსტი რწმენა და იმედი იმისა, რომ სასამართლოში რომ მიხვალთ, შეუძლია სასამართლოს გამოიტანოს თქვენ სასარგებლოდ გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რასაც პროკურატურა იქ გააგზავნის, ეს სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და რომელი სასამართლო იღებს? მურუსიძის სასამართლო, ხო? და ვინ იყო მურუსიძე? გირგვლიანის საქმის მოსამართლე და სააკაშვილის დროს მთავარი ამ სასამართლო სისტემის მომწყობი. ზუსტად იგივე ხელისუფლება და ეს ხელისუფლება საუბრობს ადამიანებზე, მე სკოლა დავამთავრე უკვე ნაციონალური მოძრაობა არ იყო ხელისუფლებაში და ასეთი არის იქ უმრავლესობა, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობა დღეს 13 წელი გავიდა. რაც ნაციონალური მოძრაობა არ არის ხელისუფლებაში. შესაბამისად, არარელევანტურია მაგაზე უბრალოდ საუბარი. პირიქით, ჩვენ ხედავთ, რომ შეუდარებლად უფრო ცუდ რაღაცებს აკეთებენ და რატო მარტივი არის მისესი. თუ ნაციონალურ მოძრაობაზე სადაც შეცდომები ქონდა, ზემოქმედება შეიძლებოდა ევროკავშირის და შეერთებული შტატების მეშვეობით, იმიტომ რომ ითვალისწინებდნენ რაღაც პოზიციებს, ჩვენ ხედავთ, რომ ამ ხელისუფლებას, ოღონდ ამ ფორმაციის, იმიტომ რამდენიმე წლის წინ თვითონ იყვნენ სრულიად სხვა ტიპის არანაირი სენსიტიურობა აღარ აქვს საერთაშორისო რეაგირებაზე. ანუ პრაქტიკულად მზად არიან, რომ საქართველოს იზოლაცია მოახდინონ და აი ამაზე საუბრობთ უნდა გკითხოთ და მოვასწროთ გირგი. აი თქვენ მუდმივად ხართ ახალგაზრდების ხმა, ახალგაზრდების წარმომადგენლები და გაქვთ ახალგაზრდებთან ძალიან ახლო კომუნიკაცია. აუცილებლად უნდა გკითხოთ ახალგაზრდების პრობლემებზე და ის თუ როდის დაშორდა ხელისუფლება ამ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ მუდმივად არის ეს დღის წესრიგში, რომ არავის არ უსმენენ ახალგაზრდებს კი არა კომპეტენტურ, ვთქვათ, ხანდაზმულ, ვთქვათ, მრჩეվել ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება სახელმწიფო მოწყობის პროცესში აქვთ უშუალო მონაწილეობა მიღებული და კეთილსინდისიერი რჩევები აქვთ, მათაც არ უსმენენ და მათ შორის ახალგაზრდებს არ უსმენენ და აი ამ დაპირისპირებაში ვართ და ბოლოს უკვე იმ სტადიაში ვართ, რომ საერთოდ აღარავის აღარ უსმენენ და უკვე მხოლოდ საკუთარი პოზიციები გონიათ სწორი და მართალი. კრიტიკა მე ყოველთვის მგონია სწორი, იმიტომ რომ კრიტიკა კონკრეტული შედეგი უნდა გამოიღოს. ამიტომ რაღაცნაირად მინდა დავანახოთ პირველ რიგში ჩვენ საზოგადოებას რა ხდება საერთაშორისო დონეზე და რამდენად აზიანებს როგორც დიპლომატი რომ გითხრათ ეს პროცესები ჩვენს ქვეყანას, რაც აი ამ წლების განმავლობაში გვეგონა რომ პარტნიორებთან ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ სახელი, იმიჯი რაღაცნაირად მოწესრიგდა და დაალაგდა სიტუაცია წინ მივდივართ განვითარებისკენ. აი ამ პროცესის გრევასთან გვაქვს ახლა საქმე და ის რომ ჩვენ არ გვაინტერესებს რა სიტყვიან ევროპარლამენტარები, არ გვაინტერესებს ამერიკის შეერთებული შტატები რა ტიპის სანქციებს გამოიყენებს, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ასეთი პოზიცია. აი ეს რომ ავხსნათ კიდევ ერთხელ და შემდეგ უშუალოდ ახალგაზრდებს რჩებათ ნამდვილად ასეთი შთაბეჭდილება, რომ მათ არ უსმენენ და ამიტომ არის მუდმივად ახალგაზრდებს უნდათ და აქვთ სურვილი გამოვიდნენ, გააპროტესტონ, ქუჩაში იდგნენ და დაანახონ და თქვან თავიანთი სათქმელი. აი ეს მუდმივად აი ამ შეგრძნებით არიან ახალგაზრდები და ამაზეც გამომახვილოთ ყურადღება. კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და საგარეო პოლიტიკა ზოგადად ყოველთვის ორიენტირებული იყო რისკების შემცირებაზე და არავინ არ არის მომხრე არც იმ მანიფესტაციის ვინც დგას იმისა, რომ ჩვენ რაიმე დაძაბულობა გქონდეს მათ შორის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტ სახელმწიფოსთან და გვესმის, რომ მით უმეტეს ამ რთულ ვითარებაში გეოპოლიტიკურში, როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრა არის, ამის შედეგად უნდა გქონდეს შესაბამისად ფრთხილი საგარეო პოლიტიკა, მაგრამ
ამ პირობებში პრაქტიკულად მტრად გამოცხადება შეერთებული შტატების და ევროკავშირის იმ სახელმწიფოების და სუპერსახელმწიფო ხო ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები და ევროკავშირი როგორც ერთიანობა სახელმწიფოების ასევე პრაქტიკულად უზარმაზარ ძალას წარმოადგენს და ლიდერია მსოფლიოზე. ეს არის ეკონომიკური ტექნოლოგიების მხრივ, სამხედრო და ასე შემდეგ. ჩვენი მოკავშირეები არიან, ვინც აფინანსებდა, მხარს უჭერდა, გვაწვდიდა ყოველთვის მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფო იმისთვის, რომ შედგეს. იმიტომ რომ რუსეთი ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერია, მას არ ჭირდება, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობდეს. სწორედ ამიტომ ის რასაც დღეს ხელისუფლებაში მყოფი ძალაუფლება მითვისებულმა ამ ძალამ დაიწყო და რასაც აკეთებს, ეს არის წარმოუდგენელი ზიანი, ხო? სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება მაგალითად შეერთებულ შტატებთან. იმ პირობებში, როდესაც მეზობელი სომხეთი მაგალითად, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთთან იყო სწორედ მოკავშირე და რუსეთთან ცდილობდა დალაგებას, მიხვდა, რომ რუსეთთან ამის გაკეთება შეუძლებელი არის. ამ პირობებში ჩვენ, ვისაც ისედაც ძალიან კარგად გვესმის და ვიცით, რომ რუსეთთან არ გამოდის არანაირი შეთანხმების დადება და ასე შემდეგ, ჩვენ ვწყვეთ თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვწყვეთ თანამშრომლობას, ხო, ევროპარლამენტარებზე არ არის საუბარი, ევროკავშირის ინსტიტუციასთან როგორც ასეთთან. რაღაც კონსპირაციის თეორიები იქმნება წარმოუდგენელი და რის საფუძველზეც პრაქტიკულად ხდება ჩვენი რეიტინგის დაზიანება. ჩვენ პირველ რიგში ჩვენზე ვსაუბრობ, ჩვენი დაზიანება, ხო? ბანანის რესპუბლიკა ხო არ ვართ ჩვენ, რომ ეს ტერმინი არსებობს საერთაშორისო დიპლომატიაში, ანუ არ შემდგარი სახელმწიფო, რომ ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებზე და ამ დონეზე ვისაუბროთ კონსპირაციის თეორიებით, როგორიც არის ჭყალებში არ არსებული გლობალური ომის პარტია. ეხლა კიდე აიღეს და ეს გლობალური ომის პარტია და Deep State დააკავშირეს, რაც ერთმანეთთან საერთოდ კავშირში არ არის, იმიტომ რომ Deep State რასაც უწოდებენ, ეს არის ბიუროკრატიის სისტემა შეერთებულ შტატებში, რომელიც წესით ყველა შემდგარ სახელმწიფოში მყარი უნდა იყოს და ჩვენთანაც მყარი იყო. დღეს რომ ბიუროკრატიაში თქვენ ხედავთ, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასობით თანამშრომელი რომ ხელს აწევს, რომ ჩვენ ვგმობთ და ვემიჯმენებით ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტას. ეს რა არის? ეს არის თავისი არსით აი იმ ადამიანებისგან ბიუროკრატია, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს ქვეყანას ემსახურებოდა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არანაირ ხელისუფლებას არა და ამ ბიუროკრატიას ეხლა დაახვედრეს, რომ თურმე ჩვენი მიზანი ისტორიული, ჩვენი ოცნება, სულხან საბადან წამოსული და ასე შემდეგ, ხო? ჩვენი მიზანი თურმე უნდა შევაჩეროთ. და რატო უნდა შეჩერდეს? თან ყველაზე საინტერესო, ვინმე აგვიხსნის, რომ რატო თუ მოსამართლე იქნება სამართლიანი და არ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რაც სისტემას უნდა ომი დაიწყება? თუ არჩევნები არ გაყალბდება, ომი დაიწყება? თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მართველი არ იქნება, ომი დაიწყება? აი მუდმივად შიში როგორ მოქმედებს კიდევ საზოგადოებაზე, მუდმივად აი ამ რეალობაში ცხოვრება, რომ დაძაბული, შეშინებული უნდა იყოს საზოგადოება და ეს პროპაგანდა, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, შენ თუ მაგალითად არ აირჩევ ქართულ ოცნებას, ნაციონალური მოძრაობა მოვა და მოგკლავს და გაწამებს. აი ასეთი საარჩევნო კამპანია გვაქვს მთელი, რა ვიცი, ეს წლებია და ბუნებრივია სამწუხაროდ ეს ქართულ ამომრჩეველზე ახდენს გავლენას. აი და რეალურად გვაქვს აქეთ მეორე სურათი ის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნება, რასაც ამბობდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ვებრძვი, კი არ ებრძოდა, არამედ თვითონ მოაძლიერა ისე, რომ დღეს რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა გადაწყვიტონ პარლამენტში შესვლა, 40%-ით იქნებიან წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობა და ის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აი ამ პოლიტიკურ წრესთან ასოცირდებიან, ხო? აი აქ ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ აი მარტივი მაგალითია, მაგალითად გახარიას გუნდი, ხო? რომელიც ამ პოლიტიკურ სფეროში არის, რომელიც ქართულ ოცნებიდან არის წამოსული და მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის. რატომ მაგალითად მათ აბრალებენ ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს? ან ძლიერ საქართველოს, რომელიც ასევე ალტერნატიულია და თავისთავს აპოზიციონირებს როგორც ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეს მათ შორის. აი მარტივი მიზეზი და საკითხი, რატომ მათ უწოდებს ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას? მე გეტყვით ეს პროპაგანდა მიდის, რომ ყველა ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს, რომ მათი ეს პროპაგანდა არსებობდეს და თვითონ აკეთებენ იმას, რომ ამ ქვეყანაში სხვა არავინ არ იყოს, ვინც იქნება ახალი ალტერნატიული ძალები. ხელისუფლება საზოგადოებას უსმენს. აი ეს დამოკიდებულება ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მუდმივად ახალგაზრდა იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი ანგარიშგასაწევი ადამიანი, მას აქვს შეგრძნება, რომ მას არ უსმენენ
სახელმწიფო მექანიკურად ინერციით ფუნქციონირებს და მას საერთოდ ცალკე აღებულს არ უსმენენ, იმიტომ რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მოთხოვნები რაც არის ელემენტარულ დონეზე დასაკმაყოფილებელი ხელისუფლებების ცვლილებასთან ერთად არ კმაყოფილდება. მაგალითად სასამართლოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა, მაგალითად ის რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა შეიცვალოს ჩვენი მოქალაქეების, რომლებსაც ეს უნდათ რომ ის სიკეთეები, რომელიც სახელმწიფოსგან უნდა მიიღონ, ყველა ოჯახში შევიდეს, ყველა ოჯახში თუ არა, თქო მოწყვლად ჯგუფებში მაინც შევიდეს და ჩვენ ვხედავთ რას, პოლიტიკა მუდმივად არეულდარეულია, საკანონმდებლო ორგანოში მუდმივი დაპირისპირება, არჩევნები ყოველთვის გაყალბებული, ნუ ეხა ერთპარტიული უკვე. ესეც ძალიან საინტერესოა, შეძლებს თუ არა ერთპარტიულად, აი ამ მოცემულობაში, რა მოცემულობითაც ქართულ ოცნებას გონია რომ ბოლომდე გაიტანს და იფუნქციონირებს პარლამენტი, აი ასე შეძლებს თუ არა მარტო ერთპარტიულად კიდევ 4 წელი გაატაროს. თუ აი ამ შემთხვევაში რა როგორ უნდა გამოვიდნენ აი ამ ჩიხური მდგომარეობიდან? ძალიან კარგი კითხვა დასვით, იმიტომ რომ აი მთავარი საკითხი სწორედ ეს არის, რომ 56 დღე შენი მოქალაქეები რომ გამოდიან, თუ არ ვართ მათი მოქალაქეები, ეს კიდე ცალკე საკითხი არის და სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა პერფორმანსით, სხვადასხვა აქციით, ხო? ხან 100-ობით ათასი, ხან 10-ობით ათასი, ხან 1000-ობით ადამიანი სხვაგვარად სხვადასხვა ადგილას, რომ ითხოვს ორიოდე საკითხს მხოლოდ და პოლიტიკური კრიზისი არის აშკარა. ორიოდე საკითხს, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და ძალადობის შეწყვეტა და მეორე საკითხი არის ახალი არჩევნების დანიშვნა, ხო? ზოგადად ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში თუ პოლიტიკური კრიზისი არის არჩევნების შედეგად, თუ ჩდება კითხვები არჩევნების პროცესთან დაკავშირებით და ეს კითხვები ნამდვილად არსებობს და ეუთო ოდირის დასკვნა ამას ადასტურებს, მაგრამ თუ შავზე თეთრის თქმა გსურს, რასაც აკეთებენ ახლა, ეს არის ძალიან სახიფათო. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ დაახლოებით აქვთ ადაპტირებული გებელსის დონის სტრატეგია, სადაც ბევრჯერ თუ ტყუილს გაიმეორებ, ის რაღაცნაირად სიმართლეს დაემსგავსება. ოდირის განცხადება არის საგანგაშო, საბოლოო დასკვნა, რაც ნიშნავს, რომ არჩევნები არ აკმაყოფილებს. კი ბატონო, გააჩნია რა შეადარებ, ხო? ბევრ ქვეყანას თუ შეადარებ, მაგალითად, არა დემოკრატიულ და სადაც არჩევნები არ ტარდება, შესაძლოა ეს ორგანიზებულად იყო გაკეთებული, კარგად ორგანიზებული, მაგრამ ჩვენ გააჩნია რას ვადარებთ, ხო? ბელარუსს ხო არ ვადარებთ ჩვენს ქვეყანას, სადაც არჩევნები ფორმალურია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ მოქალაქეების მოთხოვნა პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და ამის ნაცვლად ხედავთ, რომ საპირისპიროს აკეთებენ ახალ ადამიანებს დევნიან, სჯიან და ნუ ახლა სოლიდარობა ამ ყველა პოლიტპატიმრს, რომელიც სულიად უმიზეზოთ, ხო არ ვიცი, ნახეთ თუ არა გუშინ გიორგი ახობაძის განცხადება სასამართლო ციხიდან, სასამართლო პროცესიდან, სადაც ამბობს, რომ დედა, რომელიც გარდა მეცხოველა და რომელიც ერთი თვის განმავლობაში ცხოვრების ბოლოს უბრალოდ მკურნალობას და მხარდაჭერას საჭიროებდა და გიორგი ახობაძე ექიმი არის. ამის უფლება არ დართეს. ეს რას ნიშნავს? ჩვენ ერთმანეთისადმი როდის დავკარგეთ გამოსავალი რომ ვთქვათ აი ამ მდგომარეობიდან და შემდეგ როგორ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის ერთადერთი ეს პროტესტი გაგრძელდება და გაიზრდება. ხო არავის გვავიწყდება რომ 28 ნოემბერს გააკეთეს ეს განცხადება და ზამთარი არის და ხალხს ძალიან უჭირს ყველაფრის ერთდროულად მოსწრება და კიდე აქციებზე დგომა, მაგრამ წინ გაზაფხულია, წინ პროცესებია, ხალხი კიდე უფრო დიდი რაოდენობით გამოვა, კიდევ უფრო კარგად ხვდება ხალხი ახლა. მათ შორის როცა ჩაგრავენ უდანაშაულო ადამიანებს, ანდრო ჭიჭინაძეს მაგალითად მსახიობ მზია ამაღლობელს, ხო, ნედგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელს და ციხეში არიან. ბევრი ადამიანი ხვდება, რომ ტყუილი არის ეს ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარი და ასე შემდეგ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა და საბოლოო ჯამში ჩვენ მივალთ იქამდე, როცა პარალიზება მოხდება ამ სისტემის. იმით სანამ არ გაითვალისწინებენ ორიოდე მოთხოვნას. პირველი გამოუშვით ეს უდანაშაულო პოლიტპატიმრები ციხეებიდან, მეორე დანიშნეთ არჩევნები სამართლიანი, სადაც ჩვენ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა აისახება შესაბამისად პარლამენტში და ჩვენ ქვეყანაში რეალობა, სადაც 2020 წელს და 2018 წელს ქართულმა ოცნებამ 48% ხმები აიღო, ეს რეალობა ანუ უფრო მეტისკენ არ წასულა მაგის შემდეგ. პირიქით შემცირებულია, რატო? იმიტომ რომ თავად ქართული ოცნების ლოგიკა იყო ყოველთვის ევროკავშირში ინტეგრაცია და დღეს თუ ამას უხვევენ ამ ევროკავშირს და გადაუხვიეს, სრულად აშკარა არის, რომ ის პროდასავლური ამომრჩეველი, რომელიც ბირთვი არის ქართული ოცნების, აღარ არის მათი ამომრჩეველი. ამიტომ 48% იყო წინა არჩევნების შედეგი და ეხლა დახატული ეს 54% წარმოუდგენელია. რეალობა არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება
კოალიციური ხელისუფლება. კოალიციური ხელისუფლება, რომელიც დააზღვევს იმას, რომ არავინ არ მოვა ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. მათ შორის პირდაპირ თქვა დააზღვევს იმასაც, რომ ნაციონალური მოძრაობა არ ბრუნდება ხელისუფლებაში, რასაც გვატყუებს ქართული ოცნება. და დააზღვევს იმას, რომ ძალოვანი სტრუქტურები არ იქნება კონტროლის, თუნდაც ნაციონალურ მოძრაობაში არა, მაგრამ იმ პიროვნებების, რომლებისადმი რამე ეჭვები არსებობენ. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ისეთი კოალიციური მთავრობა არის მხოლოდ ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ადამიანის უფლებების კონტექსტი შემოვიდეს სასამართლოში, შემოვიდეს ძალოვან სტრუქტურებში და ჩვენ დავიწყოთ განთავისუფლება ჩვენი ქვეყნის იმ ხრივ, რომ შევქმნათ ეს თავისუფალი სივრცე, სადაც ადამიანებს მიეცემათ საშუალება და ბარიერიც უნდა იყოს დაწეული, ცხადია ეს 5%-იანი აბსურდული ბარიერი, იმისთვის, რომ ჯანსაღი ძალები, დიახ, დემოკრატია არის მრავალპარტიული. ჯანსაღი ახალი ძალები დაფუძნდნენ, რომლებიც დაფუძნდებიან არა მარტო იმიტომ, რომ ფულის ირგვლივ ფუძნდებიან, არამედ იდეების ირგვლივ. და ამისთვის საჭიროა, რომ ეს ბარიერი არ იყოს ბუნებრივი ბარიერი იყოს. ანუ ერთი მანდატის გაყვანაც რომ შეგეძლოს პარლამენტში და შესაბამისად ძალიან ბევრი ჯგუფი შევა მრავალფეროვანი. 15%-იან ბარიერმა საბოლოო ჯამში მოუქცა ის, რომ ისევ ძველი და ძლიერი ფინანსურად სტაბილური პოლიტიკური პარტიები ვნახეთ პარლამენტში და არა ის ადამიანები, რომლებსაც ახალი სიცოცხლე, ახალი ხედვები და რეფორმები უნდა შემოეტანა პარლამენტში, თუნდაც შუამავლის ფუნქცია ეთამაშა საკანონმდებლო ორგანოში, რომ მუდმივად ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა და მათი, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი არ ყოფილიყო საკანონმდებლო ორგანოში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ვთქვათ, ბარიერი იყოს დაბალი. ურმეს მადლობა იმისთვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და მადლობა იმისთვის, რომ აი ესეთი ობიექტური შეფასება დაგვანახეთ და მით უფრო ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ნაირი ადამიანების მოსმენა, იმიტომ თქვენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენთ და პირიქით თუ ვინმესთან შეიძლება ოდესმე ვინმე ასოციება, ასე ვთქვათ, თქვენი დაკავშირება ალბათ წარმოიდგინოს, ეს ისევ ქართული ოცნება, იმიტომ რომ თქვენ სწორედ მათი მმართველობის და მათი ვთქვათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მაგალითად გაეროში იყავით ახალგაზრდობის წარმომადგენელი და ვთქვათ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეზერვებში ხართ და ასე შემდეგ. მადლობა კიდევ ერთხელ და მაყურებელს შეგახსენებთ, რომ გიორგი თომასიანი გსტუმრობდა გადაცემის ამ ნაწილში, არ გადართოთ, ძალიან მალე დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.